ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ზოგადად არ მჩვევია ეგეთ რაღაცების საუბარი, მაგრამ განავწყვიტე, რომ ყველასთვის მეთქვა. დეტალებში აზრი არ აქვს იმას, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ გიორგი მიღალატა, როგორც გავიგე. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით და ძალიან კარგად ვიყავით. მაგრამ დავშორდით. უბრალოდ არ მესმის იმ ადამიანს უღალატო, რომელიც გიყვარს. ბოდ მართლა არ მესმის. ალბათ ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით, რომ მე და გიორგი დავშორდებოდით. ზოგადად მაგას მეც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. 1-10 მაჩვდა ესეთი ყვავილები, რომელზეც ალერგია მაქვს ხოთაშორის. მაგდენით კი არ ახსოვს. რაც მინდა ეს ყვავილები, აი რამდენი ყვავილიც არ უნდა მაჩვქოს, რანაირად უნდა შოურიგდე ეგეთ ადამიანს. ან თქვენ შოურიგდებოდით? დაწერეთ კომენტარში თქვენ აპატიებდით თუ არა თქვენ საყვარელ ადამიანს ღალატს. მე არ შემიძლია ეგეთ რაღაცები. მოკლედ გემშვიდობებით, გაუფრთხილდით თქვენ საყვარელ ადამიანებს და ამ არხზე დღეიდან მხოლოდ ვიქნები მე. გაჩე, რა მარტო შენ იქნები. შეგო ვერ მოგიშორე ბიჭო რა. ბოდიში ესეთი ცუდი ხუმრობისთვის მოვიფიქრეთ რაღაცა ხუმრობა და ძალიან ცუდი ხუმრობა იყო, მაგრამ კომენტარში დაწერეთ ვინ დაიჯერეთ. მეც კი დავიჯერე ისე ვიხუმრე ბიჭო. ცოტა წრემლები წამომივიდა. შენ რა მოგიშორებ, მე რას მომიშორებ ბიჭო. მომინდომა. მოკლედ, ეს ყვავილები შენ ან თქვენ მოკლედ ხუმრობისთვის ეს ყვავილები. ეს ყვავილები თქვენ ჩემი ცუდი ხუმრობისთვის.